ნახეთ. არ ვიცი გესმის თუ არა ხმა, მაგრამ დღეს არის ძილის ამინდი. წვიმს გუშინაც ისე გემრიელად წვიმდა, წუხელ რო დავიძინე, თავს ხმა იყო და მაგრად წვიმდა. ხო და ისეთი ამინდი როდა რო წვიმს, ცხოველებს ვერ აკეთე. სულ მიშრება თავი რო წავკვდე. ნახეთ? მგონი ხო. ხო, შენახე. და რატო არ ინახავდა აქამდე? მე რა. საროჭკა გაუტანე ახლა ბოლოს არის და ზედა რაც მე თუ დავისველ. და დღეს თავკერდა მევარცხი. წეგან უბრალოდ ჩამოვიფუცე და დავტოვე ესე. დღეს დილით არ ვიყავი, იმიტომ რომ მაგათ მეზარებოდა, მაგრამ ბლობად საქმე იყო დაგროვილი ეს დღეები, რომ სახლში არა ვარ. საჭმელიდან, ჭურჭლიდან, მტრებიდან და ყველაფერთან მოყოლებული და ამიტომ გადავწყვიტე, რომ მეთქი ფათაფუთით გაკეთებას და ჩქარაჩქარა გაქცევას და ვაიმე მოსწრებას მოდი და მე საღამოსკენ ჩავწერ თქო ვიდეო რა. ხო და ეხლა კიდე გონია რომ მაგრად მეძინება და მეზარება. რომ მეზარება და კაი მეთქი ხა ვიფიქრე რომ მოდი წავალ დავწვევი დავიძინე, მაგრამ მე საროჭკები გამახსენდა. და კიდე რაღაცეები და არის ხოლმე რა ხანა რო არ გიშვებს არა დასაძინებ თუმცა დილას რო წავიდნენ ვაიმე ხა ვფიქრობდი რომ ჩავიცვე ხა ისე პიჟამოები და არცაფერი დაშავდებოდა, მაგრამ უბრალოდ მე ესა ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე, რომ იმ დროს ძილისთვის ვიყავი. და დავისვე და ბიჭები შემცივდა ხა. არ იცი როგორ მოვაგზავნო? ხო, არა, ძოს. ამ წუთას გინდა? არ გაგზავნის, ეს უნდა დახურო. ეხლა გაგზავნეს დააჭი. შეიყვანე სიტყვები, წავიდა? გაიგზავნა? დეცები, აჭირდა. ისე მაგიდაძე ვერ გადო? კომპიუტერი და მაგიდაძე და ისე მასწავლებლებს უგზავნის 2 საათია დავალებას. და აი მასწავლებლებს გადა ყველას გაუგზავნა მე მგონი. არა? სხვა რატო გადაიქცევა? მე სხვა გაგზავნა, შაშანდელი გაგზავნა ხალხმა და გააოცებს იმას ისტის მასწავლებლებს. წეგან აქ ვიყავი რა, ნუ რომ მივალაგე, მოვალაგე, ყავაც დავლიე, ყავაზე რო გავალე, სემიჭკა შემოვიყოლე, სემიჭკას რო შემოიყოლე ყავაზე, ეხლა რომელ ვიდეოზე ლაპარაკი და რომელ საქმის გაკეთებაზე, ცოტა შევჭა მეთქი და რაღაცა საშუალოს ის იყო სემიჭკა რა, ის ზომის და რა ცოტა ესა სულ შემოვეჭამა. თან სერიალს ვიყურებდი და ნუ კაი მეთქი ახლა ნამუსიკა ისახონელია და ავდეგი. ჩავიტარე რაღაცა მივკაბო კარხელი რაღაცა უცბად რომ რაღაც გაკეთებაც მინდოდა და ისა რაც უფრო დროზე მივალაგებდი, მით უფრო მალე დავიწევდი. დავხატვით ვერ დავხატავდი, რომ რაშეს კომპიუტერით ხატავდა სკოლაში იყო. ხო და მეთქი საქმეები მოვასწრო, სანამ კომპიუტერი მოიცლის და გამოვიტანებ ტერსასრუტი რაღაცა მივდექი ერთი ის იონეს ოთახი დავალაგე. მე აქ გამოვიტანე და ატყდა დიდი კრიახი. ქათმები. გუშინ მოვიყვანე, თქვენ ხო განახეთ ის ჯუჯაკი არა და რა ქვია? იაპონკას ქათმები ხო მყავს? ჩემო თანამშრომელმა მაჩუკა. და ეხლა მეორე თანამშრომელმაც მაჩუკა ერთი ეგეთი დედალი. ღია ფერის ქოჩურა ძალიან საყვარელი რა და წამოვიყვანე გუშინ და გუშინვე გაუშვიდა. ზოგადად ეხა მამალი ახალ მამალს რომ მიიყვა ჩხუბობს და ან ისინი ჩაგრავენ რა და
დედას არ ეხებიან ერთი ჩაუნის კარტეს და იყო. ნუ რაღაცა, ნუ შევაბინავე გუშინ წუხელ საღამოხანი იყო რომ მოვერაგე 6-ისკე, ალბათ 7-ისკე და დილას გამოუში მოკლედ ისევ პატარა ბაღში სადაც მყავს ხოლმე და მე რამდენჯერმე შევამჩნიე რომ ღობეზე დადიოდა რა, ანუ იქით რომ ქუჩაში რომ გადავიდეს იმ ღობეს და არასოდეს აი რამდენი წელია ქათმები ყავს, აი ჩვეულებრივი დიდი ქათმებიც არასულან მათ. ხო, ეს ამხელა ქათამია თხა ავიდა და მოვუარე ესე იქიდან და მეთქი არ დაფრთხეს და არ გაიქცეს მე რაღა დაიჭერს ამას და ის ქენი ეს ერთმანეთში ვერავშვი. გადამოვაგდ ერთი ორჯერ. ხო და თან ეხა მეთქი ამას შეშინდებათ არ გადაფრინდება რა და უცბად ტვერსასუჭი უნდა ჩავთვალო აქ რომ დაბალი პატარა მამალი რომ ყავი მის კიბილი გავიგე აი მაგრად ხმაურობდა და ზოგადად ეგ იცის ხოლმე ის რაღაცა რომ გადაიფრეს რა შეიმალებიან ხოლმე კაცებელი და გავიხედი გარეთ და მესმის ქუჩიდან ქათმის აი მიშველე ქალოს ადახარო რა ერთი აი ბაქრიტუებით იძახდა და ოთახის ფლოსტებით გავიქეცი ვერც მივხვდი რომ ეგენი მეცვა. გავიქეცი და აი ანუშკის კარებთან, ჩემი მეზობლის კარებთან ორი ძაღლი და ეს პატარა ქათამი. და ღობესა და გზას შორის კუთხეში აი ესე ჩაჭედილი იყო და ეს ძაღლი ესე კბილებით იმაშვებოდა რა და ეს მეორე ელოდებოდა ეხლა ჩემი ნახევარი დავიტოვოსო ალბათ და აი მე როგორი გავიქეცი, იცით, როგორი გავიქეცი ეს ძაღლი რომელიც ელოდებოდა გაიქცა და ამანაც რო დაინახა თავი დაანება და გაიქცა. და მეთქი ეს ხა აი ყველაფერი წარმოვიდგინე და ანუ ვერ მოასწრეს რა. ტობა ბუმბულს, კანზე ბუმბულსაც პუტავდა. ანუ წყალი არა ქონდა, მაგრამ ისე პუტავდა, ცხელი წყლის გარეშე პუტავდა. და რომ მივედი და დამრთხალი იყო შეშინებული რაღაც ავიყვარი და პირველი რაც შევამოწმე რომ მეთქი სისხლისადმე ხო არ აქვს დავატრიალე ეს ტიტველი ქათამი და ძალიან არა კაი. ზურგზე აქვს მთების ქვეშ აქვს ბუმბული ამოგლეჯილი. კანი არ აქვს დაზიანებული, არც ნაკმენი არაფერი არ აქონდა და ისეთი შეშინებული, ესე შემიძვრა ამაში თავი შეყო და მე კაკალებდა. ხო და ისამ, აი მე როგორ გამიხარდა რომ მივასწარი, როგორ გამიხარდა, აი ზუსტად 5 წამი რო დამეგვიან, აი წარმოიდგინეთ რა, შეიძლება არც უნდოდა მაგდენი, აი როგორ გავიქეცი ვერ გავიგე. რო დამეგვიანა მომიკლავდა გუშინდელ მოყვანილ ჩემს პატარა დედალას. ეს დებილი ეს. მე ჩავაცეცხლეთ შემოვიყვანი, იქ რო სად დაეთრევით ხო და დავაგდე. პატარა ფრთები რა ბუმბულები დავაჭერი ფრთებზე რომ არავიდეს მეთქი, მაგრამ ისეთი სიტუაცია რკინები და რაღაცები გულაგია და იმაზე არის ასული უეჭველი იქავიდა და ანუ კიბესავით ავიდა რა და იყირიავა არ უნდა დიდად ფრთები და რაღაცა და ამიტომ პატარა სეტკავი პოვე იმაში ჩავსვი საჭმელი დავუყარე სისავქერი და დავსვი რომ 1-2 დღე მასე მეყოლება რომ მიეჩვიოს რა ანუ წუხანდელი მოყვანილი რო არის შეიძლება თავს მარტო სულად აკუსნობდა და გავიდა გარეთ მეზობლებში. ხო და მე გავხედავდი რა მეთქი ზოგადად გული უსკდებათ აი როგორც კურდღელს ქათამს რა აქ თელის. ხო და მეთქი რამე ახო არ მოუვიდა გავხედე და ესა იჯდა და გვერდზე კვერცხი ედო. არ ვიცი შიში საგან დადო თუ რაღაც. ანუ ის ძალიან პატარებს ადევს ის წითელი. იმისი ცოტა ფუმფულა იყო. მოკლედ ახლა ორი იაპონკა მყავს რომელიც დებე კვერცხებს. ეხა ეს რამდენჯერმე რო დადებს მოვაგროვებ და დავსვა კრუხს. ოდე. მე იაპონკას კრუხი რა საყვარელი წიწილები იქნება. ანუ ეგ არ მოკრუხდება, ანუ არ კუტკუტებს და აი რო იცია ხო იცი რომ დაჭდე. ანუ მაგას უნდა გაუკეთო რამე საბუდარივით ისეთი რომ ჩადოს ხოლმე და არც იცი რას ვიზავ მაგსამ ქათამს თუ რა ვიცი როგორ უნდა ქნა არ ვიცი მაგრამ მინდა რომ ცალკე იყვნენ რომ კვერცხები მაგროს და თან დაჭდეს რა ანუ 1-10 კვერცხამდე რომ მოგოს მე ჯდება და ის რომ დაჭდეს ეგეთი სიტუაცია მინდა ოღონდ კვერცხს ვერ დამალავს
ან ვერ დაფარავს. ხო და ესე მთელი დღე გათამშთავდებ რა. შემოვალ რაღაცას გავაკეთებ, გავალ. ესე იგი რა დონეზე არიან გაწუნკალებულები ეს ამდენი ძაღლები, რომ დაწრწიან. აი რომელიმე სროხელი მომეჭირა და ისა დამეჭირა რა რომელიმე არ დავაწყვიტებდი. რამ ერთი წლის წინ იყო თუ რაღაცა ტუპი რო გაიგდეს. ამახო შეჭამაგული ხო? გზავნება, ამას რო ხურავ კიდე აქ არ აჩნდება, ქვემოთაც უნდა გამოჩნდეს. ამცირებლად დღეს რო გაგზავნო ახლა? ხო, რემ. აი მე ღმერთო ჩემო რა. აბა რა არის რომელი უნდა გაგზავნობა? ეს არის მონიშნულიც. ესე რომ ესე დავარდოთ 100 არ გაკეთდება მისი კოპირება. აი მოდი კოპირება გავაკეთოთ. ეხლა ნახოთ ესენი ჩავკეცოთ და დააგდე დესკტოპზე დასვი. აი აქ არის, ხო? ხო. ეს რო გახსნა ეხლა და გინდა თამუნა მასწავლებლთან უნდა გაგზავნო? ხო. კარგი. მე დავსკრინოთ. აბა სად არის გაგზავნა, სად არის გაგზავნა? ადრესზე. ანუ რო გავგზავნო, როგორ გავგზავნო? აქ არა. აბა მასად არის? ჩენში და. ვიდეოს წერ ხარ და ცოტა ხანი სხვა რამე გააკეთე. რაღაცა სულ მაგის პრობლემა რატო გააქვს? წინაზე არ გამაგზავნე, მერე გამაგზავნე, რატო რით ვერ ისწავლე? ჰა? კაიგა. მე ცოტა ხანი იმ რაღაცაზე ვიმუშავე. რამდენიმე ხნის წინ რო თქვი. ძალიან ფოტოშოპის ძნელი ყოფილა. მაგრამ თან ალღვაუღე. თან რაღაცა სირთულეებს წავაწყდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ გავედი. ბოლოში არა, რა სიძახით რა ბოლოში ხა დავიწყე. აი თურქეთისთვის რომ მინდა რაღაც. ნახოთ როგორი გავიღო. აუწუხელ 3:30-მდე ვხატავდი და კიდევაც მინდოდა ერთი დამეხატა, თუნდაც ერთი გავობისა ვქენი და ეხა ერთი მაქვს, კიდე აქვს და აქ დახატ რაღაცა უსახური კაცი არის. ხო და ერთი ეგეთი მაქვს დასახატი, ოღონდ მე ეგ მაქვს დასახატი კუკარაჩა, ოღონდ ეს სახი არა აქვს რა. ესეთი რაღაც მაქვს დახატული. ხო და ისიც მინდოდა რომ დამეხატა, მაგრამ მივხვდი რომ თვალები ერთი უკვე დახუჭული მქონდა ბოლომდე და ვეღარ გავქაჩავდი მაგას და გაგზავნე? ჰა? ხო და ვიფიქრე რომ დილით მეთქი ხო მაინც უნდა 7:30-ზე გავიღვიძო თქო და ლაშეს კომპიუტერით იმას ავიღებ მეთქი, ანუ ჩავთავ კომპიუტერს და მონახას გავაკეთებ და მე ფერებს ტელეფონით რა, მაგრამ ვერ გავაკეთე. არ მეცარ. კიდე ბედი ჩემი რომ ისა რაღაცები მოვასწარი და იმ თურქეთის რაღაცები მოვასწარი. საჭველები მქონდა რაღაცები გაკეთებული და არაფერი ახალი არ გამიკეთებია. რომ მივიდნენ გაუცხელე და ჭამის. დღესაც ხალი გავაკეთებ რამე ახალს. მოკარნია. ხო, იქიდან გახსოვთ რამდენიმე ხნის წინ ტრენინგზე გითხარით და ბაზე რა ქვია რაღაცა ქალი მეწარმეების ტრენინგი უნდა იყოს 20 რა ვთქვი 6-ში თუ 7-ში. მოკლედ ეხა ხო არის რა რიცხვია 10-ია. ერთედი ეხლა არა და მერე. 10-ია. 10-ია. ხო. მიფარმაცია არ ის მაშინ ხო და ისა მომწერა რა ჩემთან ერთად ვინც წამოვიდეს ის გოგო რომ ანუ შეიძლებაო რომ წახვიდე მოხვიდე შეიძლებაო რომ მაგალითად იქ ტრენინგის შემდეგ სასტუმროში დაგაფინაოდო რაღაცა რა და მე უარი ვთქვიო და შეიძლება ანუ თანო ისიც დაფინანსებაზე რომ აი გზის ფულს აგინაზღაურონ და რაღაცა მეთქი თუ შეიძლება რომ წავიდე მოვიდე და მე ორ დღესაც წავიდე და მოვიდე ხა 6 საათზე რომ დავთავრდება რატომ უნდა გავათენო დილის 10 საათამდე სასტუმროში როცა შემდგომ მოვიდე ხო და გამიხარდა იგი რო არის და
მეთქი კაია რა და არც ეს დაფინანსება 5 ლარი უნდა დაგიჯდეს წადი მოდი ადგილზე თბილისში რა იქვი არ არის ხო და ეგ გადაწყდა მოკლედ სახში ვიქნები და სახლიდან წავალ მოსახლიდან მოვალ აი ეს საუჭკების ისინი მოდის რა მოდის წერენ დღეს ახლა უნდა მოეტანათ და ვიფიქრე რომ მოდი დღეს არ ამერიოს მეთქი რადგან 3 მაქვს დასახატი მოდი მეთქი დღეს ეს დავანთო და ხვალისთვის დავიპარე ხვალამდე მორჩები წესით ხო და ისა მოდის სასაცილო არის ხოლმე შეკვეთების მიღების ანუ ადრე იყო ხოლმე რა ტორტებში რომ მუშაობდი ნინოსთან მოდიოდა ხოლმე ესეთი შეკვეთა რომ ისა აი ამ ტორტს რამდენად გამიკეთებ ანუ მესენჯერში რომ ტორტი ჩაგიგდო ტორტის სურათი და კოკი ამ ტორტს რამდენად გამიკეთებ მე და უნდა აქეთ გეკითხა რამდენაჭრიანი აი ასეთი ხო გინახიათ აი ხელა ერთი მუჭა ტორტი სურათში ნამხელა ჩანს ხო და ეს შეკვეთები რომ ეს მოდიოდა ხოლმე ჩვენ უკვე ნერვები კი აღარ გვეშლებოდა გვეცინებოდა ხოლმე რა რომ ხო მაგრამ რამხელა აი ამხელა კაცო ან როგორ უნდა მოვიხდე ვიზუალით რამხელა არის მესენჯერში სურათი და ძალიან მაგრად მიყვარს ხოლმე წელს შაშანა სხვა შორის კარგად ორგანიზებულად მოდის შეკვეთები აი მაგალითად გიგზავნიან ამადამ სურათს ეგრევე ანუ ეს უკან ეს წინ ეს წარწერა ეს რაღაცა და მორჩა ფასს ვეუბნები ხოლმე ადრე იყო რომ აი მომწერდნენ ეს რა ამას რამდენად დამიხატავ მივწერდი ფასს და შემდეგ აი ესეც წინ მინდა ესეც ის მე მერიდებოდა ხოლმე რომ მეთქვა რომ ანუ ეს წინ სხვადასხვა და პატარა ზარი და რაღაცა არა ზარზე არ არის ზარი შედის იმ ფასში უნდა არ უნდა იმ ფასში შედის ზარი წლები და სახელი აი ნახატზეა რა სხვა ნახატები არის რომ კალთაზეც მახატინებენ მეორე კალთაზეც და რაღაცა ხო და წელს კარგად ორგანიზებულად მოდის ანუ არ გჭირდება აქეთ რომ მოგწერი ამას ამდენად დამიხატავ ფასს რომ მივწერ და მე მოდის ხოლმე ისა და ესეც და ესეც და ესეც და შაშანი იყო რომ მაგრად მომერიდა რომ მეთქვა ეს რომ სიტყვაზე ვთხარი რაღაცა 30 ლარი ანუ არ იყო ისეთი ნახატი ძნელი რამე და დიდხნის შემცველი და ფასი რომ ის თქვენ თაქვი შევთანხმდით და რაღაცა მე ჩამიყარა კიდე 3 სურათი პლუს 1 ზარი და მაგრად მომერიდა რომ გამეისპექტრა რა ქვია ფასი გამეწარდა და არა უშავ რომ მეთქი ჩემ თავს ვთქვა ეს იქნება რა მაგალითი და წელს უკვე ვიცი ესეთი რაღაცა მომწერენ ეს რამდენად მარტო ეს გინდა ასე ვეკითხები ხოლმე და ნუ იმის და მიხედვით ვეუბნები ყველაფერს და ნუ წელს ეგ პრობლემა არ არის და ეგ უხერხულობა არ არის ასე რომ თბილისიდანაც მომწერეს იყვნენ კიდეც წაიღეს სკოლიდან მომწერეს თბილისის სკოლი ნუ ზოგადად სკოლიდან ხო ოღონდ ისა მე-4 კლასი მე მგონი მე-4 კლასის სამთავრობო ბავშვები იმათ უნდათ და არ ვიცი რა და ხო ზუსტად ეგ პერიოდია ეხლა რომ მოდის ანუ ეს მაისი აპრილის შუა რიცხვები ბუმია ხოლმე ამის და ზუსტად ეგ პერიოდია რომ შეიძლება 3-4-იც მოვიდეს დღეში და ამიტომ ეხლა სანამ ვიდეოს გადავიღები ცოტა მეცინა იქ სკამზე ჩემს ადგილას რომ სამი საერთოდ მოვასწრო თან არ ვიცი აი ადრე ვაუთოვებდი ხოლმე როგორ იცი ხვალ ვაუთოვ და ცხვირსახოცი რო შეგხვდება და შარვალი და საროჭკა და აი საროჭკა მაგრა გეზარება და მოდი ცხვირსახოცს დავაუთოვ ეგე ვარჩევდი ხოლმე დასაუთოებლებს და მე რჩებოდა ეს ძნელი რა ანუ ხვდებით ახლა სად ცხვირსახოცი და სად საროჭკა და პერანგი ხო და ეს ადრე რომ მქონდათ ხოლმე ნახატები ვარჩევდი ადვილებს რომ ჯერ ადვილი დამეხატა და ზუსტად მაგ პრინციპით რა და ეხლა როგორც უთოვა ვისწავლე რაც ამოიღებ კალათიდან იმას აუთოვებ ეხაც რომელიც მოდის რიგის დამიხედვით
ის პერანგები უნდა დავხატო. პირველი უნდა დავხატო ეს ცხელი ძაღლიდან არის ვამორჩატო, გეცოდინებათ ბიძინა თაბაგარი. ეგ უნდა დავხატო, შარშან მქონდა 4 თუ 5 და 4 მქონდა და შარშან წინ 5 ეგ ნახატი და ფიქრობდი წელს სად არის ეს ბიძინა თაბაგარი რატო არ ჩასთქო და ეხლა მოვიდა. მეორე არის კუკარაჩა და მესამეა რუსთაველი. ისეთები რა ორი ყველა ლაითი. ასე რომ მაგიტომ ვერ ჩავწერე დილას ვიდეო რა რომ მეთქი არა უშავს. ხო და თუ რაღაცა იქნება, საღამოს კი კიდე ჩავწერ ვიდეოს, ხო? თემებსაც შეეხება ვიდეოს თემებს თუ გინდათ რამეზე კონკრეტულზე საუბარი და რაღაცა თემები ჩამიგდეთ. ხო, რაც შეეხება კითხვა-პასუხის ვიდეოს, რომელიც ნინო ხშირად წერს ხოლმე, სად არის მე გამომეპარა თუ ხო მშვიდობაო, არ ჩამიწერია და რაღაცას მოვიფიქრებ რა. იმიტომ რომ ეს კითხვები მაქვს, გამომიგზავნეს, ადამიანი ჩემთვის დაიხარჯა. იმდენი კითხვა ჩავამიწერა, მოგესალმები. ვორდში გაკეთებული კითხვები, მადლობა, დიდი კიდევ ანუ კითხვები გადმოწერილი მაქვს და აი აუცილებლად გავაკეთებ რა. უბრალოდ ვერ გიტყვით დღეს ხვალ მეთქი, მაგრამ ყველაზე ცუდი რა იყო, იცი რაზეც მეშლება ნერვები, როდესაც მაგის გადაღება მინდოდა და როდესაც აი ის იყავი რაღაცა ერთი სული მქონდა რომ სხვადასხვა რაღაცა ტიპით მინდოდა გადაღება სხვადასხვა კადრით და რაღაცა მთელი გულდა სულ რომ ჩავაქსოვე, აი არ ვიცი არასოდეს ჩემ ტელეფონზე გარუქნია, მაშინაც ხო გითხარით, გადაიღო, მაგრამ არ ჩაიწერა. აი იყო სრულიად შოკი, რომ აი გადაღებაში ჩავდე ყველაფერი და აი მე იყო მეორე გადაღება ისეთი, რომ იმ მალევე რომ მივხვდი რომ არ ჩაიწერა, რომ ისა აი გადავიღე თითქოს რომ უკვე რაღაცა და უკვე რომ ატყობ რომ ძალით იღებ, რომ არ გამოვიდა რა, არ გამოგივიდა, არ გაგიმართლა. და აღმოჩნდა რომ მეორეც არ ჩაიწერა. ანუ იწერდა ტელეფონი, მაგრამ არ შეინახა. არც მაგის მერე უქნია და არც მანამდე არ უქნია. აი რაღაცა ჯადო რო გაგიკეთო, აი ეგეთ სიტუაცია იყო. და ანალოგიურად მესამეთაც ზედიზედ მესამეთ ასე გამიკეთა და მაგრად დავკარგე სურვილი და რო იტყვენ მუღამიო რა, აი არა და ის პირველი როგორც ან მინდოდა იცით და ისე მთელი ემოციით ჩავწერე და არა უშო რაღაცას მოვიფიქრე კიდე. ხო და მანამდე ხა მეწავალ რომელი უნდა დავხატო თაბაგარი, პირველი თაბაგარი. მაგას დავხატავ და თუ რაღაცა ისევ იქნება, ან სადღაც ბოლოსკენ, დღის ბოლოსკენ და რაღაცა გადავიღებ ვიდეოს. თუნდაც მიკროფონით, იმიტომ რომ ფაქტოროსა ესეთი მიყუდებული ვარ ხოლმე. მოვალიდეომდე ხალხნებო.